სტუმარი ნიკო ნერგაძე, მასპინძელი ჯიმი, მორიგი ხუჩაბათი, განკითხვის დღით დავბრუნდით. და ზუკა ყავს უკან. კი ბატონო, კორიძე როგორც ყოველთვის შვებულებაშია, ან მივლინებაშია, შემოქმედებითში და მის მაგივრად ზუკა მუშაობს. ეგრე არის ნამდვილად. კი ბატონო. როგორ ახარ? გადასარევად, ნიკო. იმდენი კარგი რამე ხდება, ესე იგი ცხოვრება გახდა, რა ვიცი, საამური, რასაც ქვია და მოულოდნელ ცავსე და ნიკო ამ ქვეყანაში ვინმე რო კარგად არის, აი 1001-იც კი ყვა რაღაცას ნიშნავს. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამ გელა ბარკალაიას საიმიჯო კლიპით. ცხოვრების ალიყურმა მეტნაკლებად ტრაგიკულმა ვერ გამხადა ბოროტი და სულხარბი. ცხოვრებამ კაცად მაქცია, თუმცა ბევრჯერ წამაქცია, ბევრი მეგობარიც მყოლია ყალბი. შენ თუ ნახე? არ მინახავს რაზე ალაპარაკებ. ვიტყვები ვნახე, იმიტომ რომ გამომიგზავნე შენ, მაგრამ ესე უკეთესი იქნებოდა დინამიკისთვის. ხო, არ ვიცი, აი ტრეშის ტრეში რა, აი ჯერ თვითონ ეს მართლა ის არის? ვიცი რა, მე ვფიქრობ თან გადაობენ. ხო, მე მეგონა რომ ხუმრობა იყო. აი უყურე ხუმრობა, მაგრამ აი ისეთ ხუმრობას რა უთხარი, სადაც 1% მაინც ხუმრობა არ არის ნიკო. დანარჩენი სერიოზულია მე მგონი. ну აი ხა ხუმრობა ალბათ. იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ ეგეთ რბილებს ამბობდნენ. არა, წარმოსადეგია, მაგრამ რაღაცა ეგრე. ნუ ეს არის ზუკა დოკუმენტაჟებს მე პატარა ფრაგმენტი. პატარა ფრაგმენტი აქვს რა მოგცემს პატარა ფრაგმენტი და ტექსტია საოცარი და ნუ აშკარად ჩანს რომ ეგ კაცი არის ბედნიერი, არ ვიცი ეს ახლა რას ნიშნავს საზოგადოებისთვის, საზოგადოების რა დიაგნოზი შეიძლება დაისვას, მაგრამ ნუ აშკარად ბედნიერი არის ადამიანი და ესე გარედან ვერ იმშელებს, ის მოკასინებში უნდა გაიარო, ცირით რომავდნენ მანძილს ლაკოტას და მოკლედ. ხო, ნუ ხო, თვითონ ეს მუსიკაც ისეთია, ეს გაგაიავოსინ ლაგირიახე. რა ქვია, მაგას შანსონი ქვია რა, რუსული შანსონი. შანსონს ამბობენ ხოლმე, როგორც ბლაკთან ფანოღი დავარქვით. შანსონი არ არის ეგ იდეაში რა, თავიდან სხვა რაღაცა იყო, მაგრამ ბლატნოის სიმღერები რო არ ეთქვათ ან რაღაცა რა არის ეგ შანსონები დაარქვეს ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერის მელოდიაზე, ხო, კაკაიოსინ ლაგერა. შუბუტინსკის არ არის ეგ. შუბუტინსკის მღერის. ხო? ხო, არ ვიცი. მოკლედ. არა, ბევრი სხვა ადამიანი მღერის. მე ერთხელ არ დამეზარა და თარგმნე ეგ სიმღერა თავიდან ბოლომდე. შემოდგომა ლაგერში ქვია და ლაგერად თარგმნე? ლაგერად თარგმნე, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ სწორი ეგრე იქნებოდა. თან რამისთვის არ მითარგმნია, ჩემთვის ვიყავი ვიჯექი და რამდენიმე პასაჟი ძალიან მომეწონა. არ ვიცი რატო ქერია. ასევე არ იქნება ურიგო ამ იმის საიმიჯო კლიპის ტექსტის თარგმნაც ძალიან სასაცილო იქნება და მოკლედ ვიღაცის ლაგერში აქ საქართველოში კარგი შემოდგომა ნიკო უდგას აშკარად. წაგიკითხო? ეს რა, შეიძლება შემოდგომა შეწერილი მაგან რაღაცა ნოუთებში მქონდა. მოიხურავენ ბებრები თავშალ სექტემბერია ცივი ქუჩაში, ლაგერებში კი სხვა რა გზა არის, საძმო მოისყა ძველი ბუშლათი. და მოიცა, აი ნახე, ეს არის შემდეგ. ფოთლები ბრუნავს წრეში ბზრიალებს წვიმა ჩარეცხავს, რაც კი გადაგხვდა ჩვენი წლები კი სამარაჯამოდ და საიმედოდ ზონამ ჩამარხა. ახროკორი აქ შემოდგომა ზაპრეტკას ქარიც ფოთლებს მიაყრის, მე კი ვუყვირი შნირებს. ერთი კვირას მშვიდად იყავით. ერთ-ერთ შინაარსი ძალიან კარგად გამოცემული. რუსულად არ ვიცი, არ ტოვებს ეგეთ იმას, სერიოზული პოეზიის შთაბეჭდილებას და აქ რაღაც ისეთი მოაქვს, იცი? სადღაც შოთანიშნიანიძესა და მურმანლებაინს. რატო გეტყობთ, რომ ეს აბსოლუტურად დეჩემს გავგზავნე მარტო და იმან ყოჭანიკო გაიო. კარგია. მეტი არაფრისთვის არ მქონია. კარგია. ნიკო, პოლინომიალის შემდეგ შეგიძლია ახლა პოეზიასაც მიდგე. ეს შემოდგომა ჩვენთვის დედა და ხანმოკლეა მასთან შეხვედრა, კაბას მოისხამს დღეს შემოდგომა მეწამულ ფოთლად შეიმოსება, კლავინდებურად ჩვენი ატრიადი ამ შემოდგომით შეზარხოშდება. ამ დროს ფოთლები კლავი ტრიალებს და ჩვენ სრულიად თავდავიწყებით, მათ და საჭერად ხელებს გავიშვერთ, ისევ ბალღებად გადავიქცევით. მენტები კლავაც თბილად გაეხნენ, სადღაც გარმონი ეულად ამღერს, ზონაში ისევ ჩაცხრება სიცხე, დედა ჩემი კი კარტოფილს ახვევს. ახვევს არ ერთ-ერთ კარტოფილს როგორ ახვევს, მაგრამ მაბატიეთ რა. მოითხოვა. მალე სვიდანკას მოაშურებენ როგორც წესია, როგორც რიგია, ჩვენ კი უბრალოდ დაველოდებით, უიმედობა ჩვენი ხიბლია. და ის თვითონ ეს მისამღერი კაკაიაოსინ ლაგერი ახე გამოვყოთ.
კი გავიმეოროთ. ლაკაიოსი ლაგეა. ხო და არა, მან სად არის ეს? რაღაც სხვა ლექსია ეს მე მგონი. არა, შემოწმება ლაგერშია წერია კაცო. ძალიან კარგია. აი აკრიჩუ შნერამ რაღაცა ისო თქო. აი მოკლედ ეს ლექსი მაგნათან სხვა მშვენიერი იყო. ალბათ შევუშავდი ქუთაისში. მარტო ვიჯექს, ახლა მეთქე ხა ეს უნდა თარგმნო და თარგმნე. ეხა პირიქით გოჩამანურით თარგმნა ინგლისურად. არ არის რურიგო. ხო და ეს ის არის ესეთი მკაცრი რეკომენდაცია არის გაცემული რომ ნახონ ეს გელა ბარკალაიას საიმიჯო კლიპი. და ვინც ვერ მიხვდება რომ ნახავს მელოდი არის ამ სიმღერის რომ ქართულად სხვა რაღაცა. ხო, იქ ძირითადად ის არის მოკლედ ლაგერში თუ კაი რამე ხდება, ბატონი გელას გარშე მოხდება და ნუ მოკლედ იქ დუშაში თუ გააგორებ და დუშაში თუ გავიდა, ბოლოს შენს გელა ბარკალაიასავით გაგიმართლებს ესე არის ბოლოს შეჯამებული რა. დუშაში თუ მოგივიდა, ნუ შენს გელა ბარკალაიას და ესეთი სუქანი ბიზნესი გექნება. ნიკო, კარგია რა, მოკლედ ვიღაცას რო თუ მაინც ესე ემღერება და ესე აქვს საქმე აწყობილი, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო და ჩვენს ქვეყანაში სხვა უამრავი ამბავი ხდება, რომელზეც თვითონაც ალბათ საზრუნავი ბევრი აქვს, მაგრამ ხო ეგ რა პრობლემაა, რომ რაც ცოტა кай ხასიათზე რო დადგები და მე აიმე ირანი ვაიმე საქართველო ვაიმე რაღაცა კარგიც ხო შეიძლება მოხდეს. ხო, ახლა თან ხო, ნუ ეს ირანში რაც ხდება, ნუ ეს საშინელება ხდება და რაღაცნაირად მაინც ესე ყველა მოლოდინში არის, რომ რა იქნება და როგორ იქნება. ახლა ბევრი ამბობს, რომ აი რევოლუციაა, რევოლუციის დასაწყისია, მაგრამ რევოლუცია ხო იცი როგორი რაღაცა არის, ხო? თუ რაღაც ლოგიკურად ეს კვანძი არ გაიხსნა და ისე არ დამთავრდა რეჟიმის ცვლილებით, ნუ აი არც რევოლუცია არის და ეგეთი სხვა არაერთი ის ყოფილა. გამოსვლები, წინააღმდეგობა, ძალადობა რეჟიმის მხრიდან, მაგრამ ნუ ასე ვთქვათ, მაინც ისე გადაუგორებია რეჟიმს და ნუ აქ ყველანაირად თარმანდი ის არის რა ანუ რაღაც ის კარგი რო არაფერი არ ჩანს, თუ რა მაგალითები გაქვს, რომ სადამ ჰუსეინზე სისხლიანი დიქტატორი ცოტა თუ ყოფილა დედამიწის ზურგზე. მოაძრეს და მე აღმოჩნდა რომ ხო, მაგრამ უყურე თავისით არ მომხდა რა ყველაფერი ჩადარეშე ჩარევა იყო ამერიკიდან და არ ვიცი რა რაღაცა ესე ხარო ოღონდ ამ ხალხს შეეშვანეხა და თან ერაყზე და იმაზე კიდე სხვა ის არის, იმიტომ რომ ირანელები ჩვენთან გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ ყოველთვის და რო წარმოიდგენ რომ ირანი აწყობილი ქვეყანა იყოს, რაც ჩვენთვისაც კარგი იქნება და ყველასთვის გარშემო ჯერ მარტო ამხელა კულტურის ერი არის 60 წლებში კარგი არ იყოს საერთოდ. ეგ არის კარგია რომ ეგ თქვი, იმიტომ რომ მიმები არის ხოლმე რომ რევოლუციამდე ირანი რა კარგი იყო, მაგისი ფოტოები რო დევს ხოლმე და ძირითადად მაგის საილუსტრაციო მინიკაბებით და რაღაც ეს ფერადი ტანსაცმელით გაბრიოლეტები არ იყო რომ რევოლუცია მოხდა. რევოლუცია არ იყო რომ კაი შაჰი იჯდა თავისთვის და ტიპები მივიდნენ და და ჩამოგაგდოთ. არ იყო ეგრე, ვინც ოდნავ მაინც თქვა და ირანელს იცნობს და იმ დროის ისტორია იცის, ის იყო სისხლიანი რეჟიმი შაჰის, რომლის დროსაც ყველა გმინავდა. ანუ რევოლუცია რომ მოხდა, აიათოლებმა მაინც კი არ მოახდინეს, ყველა ერთად იყო, ეს კომუნისტებიც, ულტრამუსლიმებიც, ნახევრად მუსლიმებიც, ცოტა ყველანი იმათ წინააღმდეგ იყვნენ და მოკლედ, ეგეც არასწორი ნარატივია, რომ აი ნახე სწორად ვითარდებოდნენ და მე რა დაემართათ. ხო, იცი მაშინაც სული სიტუაცია მაგასამ. იცი რა, უარესი არ დაილევა რა რაღაც, მაგრამ მაშინ კარგი არ იყო, მოდი ასე ვთქვას. ხო, მაგრამ იცი რა არის, რაღაც ეტაპზე დგება, აი რეჟიმს უდგება ან ქვეყანას, ან რა ვიცი, წყობილებას უდგება ისეთი მომენტი, როდესაც აი უნდა შეიცვალოს, რაღაცა უნდა მოხდეს. აი რა იქნება, იმაზე მნიშვნელოვანია, რაც არის რომ ის აღარ იყოს. მე ვფიქრობ, აი ახლა ჩემი ამ იმით დილეტანტური დაკვირვებით, არანაირი ექსპერტული ცოდნა ჩვენ არა გვაქვს. უბრალოდ ხო გეუბნები, როგორც ადამიანი, როგორც ჰუმანური ადამიანი აშკარად ხედავთ საით არის ბოროტება, სად არის და სად არის ნათელი მხარე, ხო? ხო, კაია რა თქვი, ანუ მეც ეგრე ვფიქრობდა, ანუ არა უბრალოდ გულის ტკივილს გამოხატავთ, რომ ხო, და აი გიჩდება რაღაც ანალოგიები გინდა არ გინდა შენ თავზეც გადაგაქვს, სხვა ქვეყნებზეც გადაგაქვს, ხო? როდესაც აი ესეთი ძალაუფლება აბსოლუტური არის,
აი აქვს თუ არა შიგნის საზოგადოებას იმის რესურსი, რომ თვითონ მოერიოს და თავის პრობლემა გადაჭრას, ხო? აი სულ მიჩნდება იმის განცდა, რომ აი მიუნჰაუზენის ის როა პარადოქსი რო არის, ჭაობიდან თავის-თავი რო ამოყავს ეს თმაში, რომ ჩაივლებს და რაღაცა. ამის გაკეთება შეუძლია თუ არა? უყურე როგორი რაღაც არის, სადაც რაღაც სტანდარტის დემოკრატია თუ არის, სადაც რაღაც სტანდარტის არჩევნები ტარდება და რაღაცა, იქ შეიძლება ამის რესურსი იყოს. როდესაც რეჟიმს სრულიად აქვს გაწყლეტილი ეს ყველანაირი ძალაუფლების გადაცემის ან განაწილების რაღაც მექანიზმები სრულიად გადაჭრილი არის. აი რა შეუძლია გააკეთოს საზოგადოებამ. ახლა ხო ინტერნეტი ჩაახშვეს, ინფორმაცია მწირი გამოდის და ჩვენ შეგვიძლია აი როგორც ის პლატონის იმაში რო არის ის რო უყურებთ რაღაც ჩრდილებს და ხო მაგრამ ხო მაინც ეს გაშვებული იყო უბრალოდ უფასოდ გააკეთეს, მაგრამ ბევრს არაფერს წყვეტს, იმიტომ რომ ხო იღებენ. ნუ ხა ვიღაცებს აქვთ, მაგრამ სტალინგსაც ახშობენ იქ რაღაცნაირად. ხო აი უბრალოდ ისინი ფასს არ ახდევინებენ, მაგრამ თუ ճაგიხშეს ხო აი შეიარაღება, ძალაუფლება ერთხარეს აქვს, ისასტიკე იმ ხარეს არის და რა შეუძლია გააკეთოს საზოგადოებას, ხო? აი ძალიან ძნელი არის, იმიტომ რომ ახლა იმის მერე იმ ვენესუელის მერე სულ გაჩნდა რომ რაღაც გარედან მოვა რაღაც დახმარება და ეშველება ხალხს, ხო და ხო ნუ ესე ის არის რა რომ ფიქრობ რომ კი ბუნებრივი არის რომ შენ გინდა საზოგადოება მოძებნოს თავის თავში ძალა და შეცვალოს რეჟიმი, მაგრამ შესაძლებელია კი, როდესაც თავზე ხელაღებული არის ისასტიკის და ყველა სხვა თვალსაზრისით, ხო, აი ძალიან რთული ამბავი არის, თორე რაღაცნაირად ხედავთ, რომ სამყარო იყოფა რაღაც ნაწილებად და სადღაც რაღაც სამყაროს რაღაც ნაწილში იქნება აი ესეთი განუკითხაობა რა, ვისაც აი ეს სტატუს კო ესეთი არის, ვისაც აქვს ძალაუფლება, ის ცდილობს დარჩეს ბოლომდე, ხო, არანაირი ცვლილება. ასეთ სამყაროში მოხვედრა, ნუ არ ვიცი, ახლა რო უყურებ ამ ტიპის ქვეყნებს, ხო? თან რა არის ახლა უყურე ისე არავინ არ უნდა ჩათვალოს რომ სიტყვაზე ჩვენ ვფიქრობთ რომ იქ სადღაც რაღაცნაირად ნაკლული საზოგადოებაა და იმიტომ ვერ ახერხებს ხო ახლა თუ ვინმეს კულტურა აქვს და თუ ვინმეს ტრადიციები აქვს და მიღწევები აქვს ხელოვნებაში, მეცნიერებაში და ასე შემდეგ ერთ-ერთი არის თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი არის და მე ყოველთვისაც იყო და თან ეხლა ჩვენი კულტურა ქართული ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებით იწყება, ანუ არ არის ეგ ამარა გქონდა რა რომ საუკუნოვანი ჯაჭვები ჩავახველებ ახლა რომ ამით არ გავარწევ ლაპარაკი თუ შეიძლება ზოგადად წყალი მომეწოდე რა რომ ესე აღულა ხო მაგრამ ეგ იქით იყოს და რა ჩვენნაირი ხალხი როა იმ ხო რომ ელაპარაკები და რომ იცი რომ ბევრი საერთო გაქვს სხვანაირად ადამიანები ყველანი ერთნაირები ვართ მაგრამ ირანელებთან კიდე სხვანაირად გამოგდის რომ რაღაც ხა სხვა რელიგია, სხვა ისტორიულად დაპირისპირება ყველაფერი, მაგრამ აი ადათები, ტრადიციები, ბევრი რაღაცა სიტყვები ბოლოს და ბოლოს იქიდან აქვს შემოღებული. თან თვითონ ქვეყანაც ისეა მოწყობილი, როგორც ვიცი, ახალგაზრდა ქვეყანაა, ძალიან ბევრი ახალგაზრდები არიან. განათლებულები, რაღაც ის უნდა მეტი უნდათ, ვიდრე აქვთ და არ ეგლევათ საშუალება და ეგ კიდე სხვანაირად გიკლავს გულს, იმიტომ რომ ხა ქვეყნების შედარება და კულტურების ის არის ძალიან საფრთხილო და არასწორი საქმეა, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც მოსახლეობას აქვს ავტორიტარული მმართველობა და მაინც არ აწუხებთ არიან და არიან. ნუ იტყვი მეთქი ქვეყნებს ან შეიძლება ის არის. ხო, აი ხო და რაღაცნაირად ის არის, ხო, არ ვიცი ეს ლოგიკა არის თუ ულოგიკობა არის, ხო, რაღაცა ესეთი ისტორიის რაღაც ეტაპზე შეიძლება აი უზარმაზარი კულტურის, ტრადიციების, განვითარების ქვეყანა რაღაცნაირად აი თითქოს ორმოში ჩავარდა და იქიდან უჭირს ამოსვლა. ახლა ჩვენ საიტზე არა თან ეს მხეცობები რაც მოდის იქიდან აი აი 50 წელია ხო? აი 50 წელი არის აი ამ სისასტიკის პირობებში უწევს ხო ხალხს ცხოვრება და აი ჩვენ საიტზე არის ახლა სტატიებიც არის, ვიდეოებიც არის საქართველოში მცხოვრები ირანელები. ხო? აი რო უსმენ ხო ეს მოწიწებაც გიპყრობს, პატივისცემაც გიპყრობს, თანაგზნობაც გიპყრობს და ხვდები რომ აუ არანაირად არ იმსახურებენ იმას რომ დარჩნენ უსამშობლოდ ან აი ესე წაართვან სამშობლო, ხო? და იყვნენ აქედან ვერაფერს აკეთებდნენ. აი გულზეს ყდებიან, ხო? ხო არის ადამიანმა შეიძლება რომ აი საკანას გაცივდეს, გულგრილი გახდეს ამ საშინელებების მიმართ, ხო? ვერ იპოვი გულგრილს რა ძალიან გულით კივად, ძალიან გულშემატკივრობენ და
თან გარდა იმისა, რომ იქ ნათესავები ყავთ, ახლობლები ყავთ, ისედაც ქვეყანაა და საიდან სად მივიდა ქვეყანა, ხო? თან რო უცებ ხვდები როგორც ხდება, ნუ ჩვენთანაც იგივე მსგავსი რაღაცა ხდება, ანუ კი არ ვადარებ ეხანდელ ვითარებას, მაგრამ და სხვა ქვეყნებშიც სამშობლო წაართვეს ამბავში, როცა ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ჩვენ ვართ მარტო სამშობლო, რაც ჩვენ გონია მარტო ეს არის სწორი, თქვენ ყველა დანარჩენი ხართ ან აგენტები, ჩამოთრეულები, უსამშობლოები, არ ვიცი, აკაცუკი როგორ არის ფარსიზე, მაგრამ რაღაც იმათაც ეკნება თავიანთი მსგავსი სიტყვა და ჩვენთანაც ეგ ხდება და სხვაგანაც ეგ ხდება, როცა ვიღაც ჯგუფები იღებენ მონოპოლიას, რომ ჩვენ ვართ ეს, რაც იყო, რომლებიც მაინც ვთქვათ პროგრესზე და განვითარებაზე შეიძლება არ იყვნენ ორიენტირებული. ხო, შენ ხო თქვი, ახლა კი არ ვადარებოდა რაღაცა, იცი რა არის, აი არანორმალურობი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სულ რბილად რო თქვათ არანორმალურობიდან გადახვევა, როდესაც ესე სიტყვაზე ძალაუფლების მქონე ტიპები ამბობენ საზოგადოების რაღაც ნაწილზე, დიდზე, პატარაზე რა მნიშვნელობა აქვს, რომ ესენი უსამშობლოები არიან, აგენტები არიან, მავნებლები არიან. ისი აქვთ უკვე აი ძვალში და რბილში გამჯდაი, რომ აი ჩვეულებრივი, ახლა ისევ გავიხსენებ ის დეპუტატი გორდულაძე, აი ჩვეულებრივი ბრიფინგზე იდგა და სრულიად უემოციოდ რაღაც კითხვა დაუსვეს და ეგენი ხო უსამშობლოები არიან, ისინი არიან, ესენი არიან. რაზე გამახსენდა თან ის აი დღეს ის ჰქონდა უჩივის ჩერგოლეიშვილს რაღაც თამარ ჩერგოლეიშვილს Facebook-ზე დაწერა რაღაც სტატუსი, ის რაღაც უწოდა და აი მხოლოდ ამ იმისთვის ამ გამოხატვის თავისუფლებაში ფარგლებში რაც ჯდებოდა აქამდე მიიღეს ეს საშინელი კანონები და უკვე შეუძლია უჩივლოს და თან სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყოს აი ამ იმის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში რა ჯდებოდა უკვე აი ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული შესწორებებით ესე გაკითხა და რისი თქმა მინდა 50 წლის მერე თუ ეს გადახრა რამენაირად არ აღიკვეთა ან არ შეიცვალა ან რაღაც არ შემოbrunდა კაცმა არ იცის რა სიმახინჯეებამდე და რა იმამდე მიგვიყვანს ჩვენ საზოგადოებას დღეს ახლა ეს არის ხო მაგრამ 5 წლის მერე 10 წლის მერე თუ არაფერი შეიცვალა და თუ იმ მიმართულებით ვიარეთ ხო მივალთ კაცმა არ იცის საათ ხო მაგრამ ეს არის ხო ნუ ჯერჯერობით ყველაფერი მიდის ისე დაყოფამდე წინაზეც მაგას ვლაპარაკობდი და აქაც ახლა იგივე ირანთან დაკავშირებით რასაც კითხულობდი Facebook-ზე რასაც ნახულობდი იყო რომ რაღაცხანი ყველა შეწუხებას წუხილს ზარს რაღაცას გამოხატავდა და გუშინ დაიწყო რომ აბა ეხა ვის დედავატირე და ფრი პალესტინა ხალხის ანუ მემარცხენეები გულისხმობიან ხოლმე მანდ რომ აი ეგენი რო იყვნენ რომ ეხა სად არიან ჩუმად რატო არიან რომელიც ეხა ჩემ გარშემო ვინც არიან მემარცხენეები და ვინც ღაზაზე წუხდა ირანზეც იმავენაირად წუხან თარგმნებული ვარ ვიღაცები არიან ვინც მარტო პალესტინაზე წუხდა და ირანზე ხმა არ მოიღო იმიტომ რომ იმპერიალიზმი თუ არ ვიცი რა მაგრამ ნუ მაშინ დაწერე რომ აი ეს კონკრეტულ ტიპებო იმაზე რომ წუხდით ამაზე რატო არ წუხართ რატო შეეხო ყველა ლევაკს ეს ამბავი არ ვიცი თან რა საჭირო არის მაშინვე თან ის ხალხი ვინც ერთმანეთს ესე აკრიტიკებს ხოლმე კი არ არის ლაპარაკი მაინც პროსამთავრობო მემარცხენეებზე რომლებიც ბლომად არიან და ცალკე კიდე სასტავია არამედ კიდევ იმავე ხალხზე ვინც 50 კაცი როცა გამოვა ხოლმე ქუჩაში პირველ ათეულში ესენი არიან მეორე ათეულში ესენი არიან და რაღაც მომენტში ეგ თუ არ დაალაგდა ანუ რო ლაპარაკობენ რომ ოპოზიცია გაერთიანდეს რაღაც ანუ ეს კაი გაერთიანდეს ციხეში არიან ყველანი მაგრამ რაღაც ნუ გაერთიანდები თუ არ ახარ მემარცხენე არა ვარ მემარცხენე და ის არ ახარ მაგრამ ნუ გვექნება ყოველ დილას შამფურზე აცმის და მე შამფურდან ჩამოსulis საკუთარი მეგობრების და ახლობლების ეგ რაღაც ინერციაც არის აი რაღაც ესე იგი მოძრაობს კოლონა და კლდიდან იჩეხება ხალხი და ამ კოლონაში ვიღაც ტიპები ერთმანეთს რომ მეფსიცკნიან და რაღაც ეგეთი და ამ დროს უახლოვდებით ჯვავის ხანაში კლდის პირას მივდივართ ნიკო ხო ხანდახან მეტაფორების არევა უფრო უკეთეს იმას იძლევა აი ისწავლეთ ოსტატისგან იმიტომ რომ წესით არ უნდა ქნა მაგრამ წესის დედავატირე როცა ხანდახან გინდა რომ რაღაც გააკეთო და მე უფრო კარგი გამოდის ახლა ოსტატურად გადმოვიდეთ ნიკო თუ ოსტატობის გარეშე მიდი ხო არა ნუ ახლა ეს კვირა მაინც ჩვენ მოკლედ გარეთ ჩვენს გარეთ ხდება სულ რაღაცეები მეტნაკლები ინტენსივობით მაგრამ ახლოსაც ვერ მოვლენ ქვეყნის შიგნით როგორი დინამიური პროცესი არის პოლიტიკაში კვირის მაგალითად ძირითადი ჩემთვის ესე ვთქვათ ნიუსი იყო ღარიბაშვილის ციხეში წასვლა სრულიად უხმაუროდ და არათუ უხმაუროდ უჩინრად რაღაცნაირად იცი აი
ბევრს ჰქონდა ეს გაკეთებული ის Facebook-ზეც ედო რაღაც ამოჭრილი, ის დათათუთაშხიაში რო არის, ფილმში რო არის. იქ გრაფის ეგედი, მუშინი ზარანდია, რომელიღაც სადგურში რო ჩამოვლენ და რესტორანში რაღაც იმას ჩაის თუ ყავას სვამენ და იქით ის დათა რო სადილობს. და ნუ რო უყურებენ ერთმანეთს და რაღაც ქალი გაივლის და უცბად გაქრება. რა უცნაურად წავიდა. აი ესე უცნაურად წავიდა კაცი ციხეში. ხო და სინამდვილეში ეს გარდა იმისა რომ თვითონ ეს ფიზიკურად მისი ჩაჯდომა ციხეში იყო უცნაური, იმიტომ რომ ასე არავინ ჩამჯდა საქართველოს არც ახლო, არც უახლოეს, არც შორეულ წარსულში, ხო? აი ბევრი რამის თქმის იმას საშუალებას იძლევა, რომ არიან თურმე ესე იგი შენი პატიმრები და სხვისი პატიმრები ეს ანუ აი უსამშობლო ტიპი რო პატიმარი ხდება ის სხვა ამბავია მაგრამ შენიანი რო ხდება პატიმარი კიდევ სხვა ამბავი არის ხო აი ეს უჩუმრად რო ჩასვეს შენი ხედვა არის რომ დაინდეს ამბავში რომ ნუ კაი ცვამთ მაგრამ მაინც ჩვენიანი იყავი და კადრებს მაინც არ გამოგიდებთ ხო არა უყურე ჯერ ერთი ვერასოდეს ვერ ნახეთ სიტყვაზე ხო რატო უნდა იყოს ჩვეულებრივი ის არის სახელმწიფო მოხელი არის მინისტრის მოადგილეებიც არიან დაპატიმრებულები მინისტრებიც არიან დაპატიმრებულები და ყველას ასე თუ ისე მათ სასამართლო პროცესს ვადევნებ თვალს რა ბრალდებები აქვს როგორ იმართლებენ თავს და ასე შემდეგ აქ როგორც ეს ყველაფერი ეს გამოვტოვეთ არანაირი პროცესი ასე ვთქვათ არ ჩატარებულა ეს მხარეებს არ გაუცვლიათ არგუმენტები საპროცესო საპროცესო შეთანხმება გაფორმდა პროკურატურასა და ამ ბრალდებულს განსასჯელს შორის აღიარა დანაშაული და მოკლედ 5 წელი მიუსაჯეს ბრალდება ითვალისწინებდა 9-დან 12-მდე გადაახდევინეს 1 მილიონი ჯარიმა მოახდინეს კონფისკაცია სახლში ნაპოვნ 6.5 თუ 7 მილიონი დოლარის ჩამოართვეს ავტომობილები ის ღვინის ქარხანა დაუტოვეს სამუხელეო დანაშაულს არ ედავებია რაც მე ვფიქრობ რომ რთული ამბავი არის ეგრე სხვანაირად როგორ მარტო გათეთრება ფულის ის რაღაც შემოსავლის ლეგალიზაცია საათებზე არაფერია ნათქვამი როგორ ჩანს საათებთან ეს აი იმას ის რო არის რუსული ზღაპარი რო არის ის უკდავი კაშეის ამბავი რო არის ხო იქ ხო ნემსი თუ რაღაც არის საათების დაკარგვასთან ერთად დაკარგავდა ყველაფერს ციცოცხლეს ალბათ და დაინდეს ამ თვალსაზრისით ორკრუქსები ხო და ძალიან მაზალო იყო ამ იმის თავისი ყოფილი თანაგუნდელის არგუმენტი ნინო წილოსანი რო ამბობს რომ ეყო გონიერება და ეს ისა უწონებს გადაწყვეტილებას იმიტომ რომ ამ პროცესის გაგრძელების შემთხვევაში და ეს ჩვეულებრივ სტანდარტულად დავის გაგრძელების შემთხვევაში მხარეების პოზიციების წარმოჩენის და თავის მართლების პროცესში უამრავი სიბინძური ამოტივტივდებოდა. ახლა ის რასაც ამ სიბინძურეს უძახის, ხო, იმის ამოტივტივების გარეშე თუ სიტყვაზე სისტემა ებრძვის დანაშაულს, კაი სიმართლე ქვია მაგას ჩვენ ხო, სიმართლე ქვია რომ ეს აბა სხვანაირად როგორ უნდა განიწმინდოს. ხო, გუშინ ერთ-ერთ ტელევიზიაში იყო ყოფილი მინისტრი, რომელიც ლაპარაკობს, რომ ეს რაღაცნაირად ელიტური კორუფცია არის და თვითონ სისტემა არ არის ესეთი კორუფციით ისა დაზიანებული, იმიტომ რომ რეიტინგებში კარგი ისა გვაქვს ამ კორუფციის რეიტინგებში, სინამდვილეში ეგრე არ ხდება. როგორი რაღაცა არის, იცი? თვითონ რიგით ინსპექტორი, როდესაც კორუფციაშია ჩართული, ეგეც კი იძლევა საფუძველს, ლოგიკურ საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ მარტო ის არ იქნება ამ კორუფციაში გარეული. ნუ კორუფცია ზოგადად ისეთი დანაშაული არის, რომ რაღაცნაირად წერტილოვნად ვერ ხდება, რაღაც პატარა ქსელი მაინცაა საჭირო. რაც უფრო დაბალ რგოლზე ხდება, ხო, სიტყვაზე იქ შეიძლება უფრო პატარა ის იყოს ჯაჭვი. სუსტი და პატარა და რაც უფრო ზემოთ მივდივართ, უფრო მსხვილი. ამაზე იქით აღარაფერი არ არის, ხო? ესე იგი, ჩვენ ვიზე ვლაპარაკობთ, რომ ისა გავიაზროთ, ხო? ირაკლი ღარიბაშვილი იყო ბოლოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რა ვიცი, ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო პირველი პირი. ხო? ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ერთხელ იყო თავდაცვის მინისტრი, ერთხელ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ნუ არ ვიცი, მეტი გავლენიანი რა უნდა იყოს და არა როგორ წარმოიდგინე თუ ტიპს კანონებთან აქვს, ან მისთვის ეს კანონის უზენაესობა, ისეთი არაფერი არის. ხო ხვდებით ახლა ჩვენ რაშიც ბრალი წარუდგინეს. ეს არ არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ მას აქვს ჩადენილი თანამდებობაზე ყოფნისას. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეს ფული, რომელიც მას აქვს, ჩვენ ვართ ხამები, იმიტომ რომ
გშურს რომ მას მამამის ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა რაღაც დროს და როცა თქვა შეიძლება შვილიშვილის თვითმფრინავის ფული გადაიხადოს უამრავი ეგ რატო გშურს როცა ადამიანმა თავისი მარიფათით და ვაჟკაცობით მოახერხა რაღაცა ცხადია ეს ყველაფერი ავიცილეთ იმიტომ აღარ ყოფილა მაგაზე აღარ ყოფილა მაგაზე ლაპარაკი ოღონდ შეკითხვები ისევ ჩნდება და ხა ვერაფერს გადაჭრით ვერ იტყვი მაგრამ 6 მილიონი ლარის კონფისკაცია რომ მოახდინეს თუ ღირებულების და მილიონი ლარი დოლარის და საათები რო იყო და რაღაცნაირი ლეპტოპებზე რო ოქროს ვაჟობშაველები თუ რაღაცა არ ვიცი რა იყო და აკრუგირებლებ მეორე საიდან მოვიდა ეგა ანუ და ცხადია რომ ამ კითხვაზე დაცინვით აღარავინ აღარ გიპასუხებს ხელისუფლებაში მყოფთა წარმომადგენლებისგან იმიტომ რომ თვითონ დაიჭირეს და იციან საიდანაც რომ სავარაუდოდ არ იყო ლეგალური ისეთ მიღებული შემოსავალი მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ ექს-პრემიერი არ არის ერთადერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი რომელიც სწორედ კორუფციის ან ფულის გათეთების ან რაღაცა მსგავსის ბრალდებით აშკარად გავს რომ აი რაღაც სისტემური ამბავი არის ეს არ არის ეს ამოვარდნილი იმიდან რა აი რაღაც ლოგიკიდან ხო და ყველა ფიქრობს თავს იტეხავს ახლა შენც ხო ყველა ნებისმიერი ვისაც საქართველოში ერთი წელი მაინც უცხოურია და რაღაცნაირად მეტნაკლებად იცნობს ამ სისტემას ძალაუფლების სისტემას ხო აი რა შეეშალა პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან რაღაცა შეესალა რაღაც პირობები ვერ დააკმაყოფილა რაღაცაში იმედები გაუცრუა ხო აი ეს არის არსებითი თორე ის არავის ჯერა რომ აი ახლა ამის გამო დასაჯეს ხო ანუ ამის გამო რა არავის არ ჯერა რომ აქამდე არ იცოდნენ ესე იმიტომ რომ ჯერ ერთი ეხა როცა ის არის ხოლმე თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოველ ჯერზე ღირს გავიმეორებთ რომ წლებით ადრე რადიო თავისუფლება იქნებოდა თუ სხვა დამოუკიდებელი მედია საშუალება არაერთი ან გამოძიება იყო ან სიუჟეტი ან სადღაც ამბავი იყო ატეხილი რომ საიდან აქვს ამ კაცს ამდენი ფული ეს საათები საიდან აქვს მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ლაპარაკი იმაზე რომ ჩარტერული რეისი თუ რა იყო ის თვითმფრინავი რო გადააფრინეს კი ჩარტერული ხო ასე კითხავთ მას მასწორ ჟურნალისტის და ეგეთ მასწრიგასა რომ მე სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანთან მუშაობ და გონია რომ ექნება ეს ხო მოკლედ აი სულ იყო შეკითხვები რომ ესენი საიდან არის როცა ატკატი ხო არ იყო რაღაცა ეშინაუნ რომ არ არის მე რა რომ იყო ანუ სანამ ჟურნალისტები გაიგებდნენ თვითონაც ხო იცოდნენ ეგ ამბავი ან თუ არ იცოდნენ ხო შეეძლოს რომ სიუჟეტი ენახათ და იქიდან გაეკოთ ეს არის ლაპარაკი წლებით ადრე იცოდნენ მაგრამ მაშინ არ იყო დაბრო რახან ლაგერებით დავიწყეთ რომ ხელი აწეული იყო მასზე ახლა მე როგორც შეთქმულების თეორიის მიმდევარს ნიკო ჩემი ვერსია მაქვს რატომ გაწირეს რატო იცი რა არის აი არ ვიცი წინა ხუმრობას არ ამბობ და წინასწარ ყველა გამეცინა აი ის რომ წინა გადაცემაში არის ვამბობდის სოროკინის მოთხრობა რო არის ტახის გამბიტი ესეთი არის რაღაც ბალკანეთის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ხდება დიქტატორი არის იქაც ავტორიტარი არის და მასზე დადის ჭორები რომ ოპონენტებს კლავს მჟავაში ადნობს და ნაწილს კიდე ჭამს და ნუ ბოლოს ყველაფერი დასტურდება. ასე რომ შეთქმულების თეორიებში, იცი რა არის რაღაც ტიპის ქვეყნებში შეთქმულების თეორიები ყველაზე უფრო ლოგიკურად ჩანს და არის კიდევაც. ჩემი ვერსია იყო. ციხე ხო შიგნიდან ტყდება და ციხე რომ შიგნიდან არ გატყდეს, იქაც სანდოკაცი ჭირდება ბატონ პარტიის საპატიო არის ამაში ლოგიკა. აი ნახავ თუ ეგრე არ იყოს. აი საფუძველშივე ხო ნუ და მიხავდა ეგეთი ხავდა მიშას კი უხროში ხო რა ხო დაჭერას უყურე რა არსებითი განსხვავება არის ეს ბოლომდე ირაკლი ღარიბაშვილი ბოლომდე ლოიალური არის ძალაუფლების მქონე ტიპისა ბატონი ბიძინას შესახებ არაფერი ნეგატიური მას არ უთქვამს, არც ის უთქვამს, რომ ეს ბრალდებები მე მომიგონა რაღაც ამის გამო და ამის გამო მერჩის. აი როგორც მაგალითად ის ბაჩიაშვილი როა, ხო? ბაჩიაშვილი თავს იმართლებს და ბატონ ბიძინასკენ იშვერს ხელს. ირაკლი ღარიბაშვილი არა, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორ გითხრა, მისი ოჯახის წევრებიც, ხო, როდესაც ბრაზდებიან ვიღაც ოპონენტებზე, ისევ სიტყვაზე რაღაც საზოგადოების ნაწილზე ან ოპოზიციაზე. არასოდეს ხელს არ იშვერენ ბატონი ბიძინასკენ, რომ
ამან დაგუპა, არ დაგვიფასა. რიტორიკა რაც მე ვნახე, ისინი ღარიბაშვილს არ აგინებენ და არ ლანძღავენ, როგორც თქვა, გახარიას ლანძღავდნენ, რომელიც ჯერ არ იყო არაფერში ბრალდებული. აქ ირიბათ არის, აქ ტროლების, ბოტების ხოხტები და ის ხომ არა, იქ ცოტა ხანში გამოვიდნენ და ეგო კოკაინა, ბოლიო და რაღაცებს ამბობდნენ, რომ ეგო არაფრად არ ვარგოდაო თავიდანვეო, რაც ამაზე გულისტკივილად გამოთქვამენ, რომ სამწუხაროა რომ ჩვენი გუნდის წევრი. მოკლედ, აი აქ ახლა ხო ირაკლი ღარიბაშვილი ბოლომდე რჩება, რა ვიცი, ლოიალურია, ხო სადმე უნახავს ვინმეს რომ რამე ნეგატიური ეთქვას, ან ივანიშვილზე ან იმაზე მართლ პარტიაზე. არა, იქ სააკაშვილის დროს ოქრუაშვილი მოკლედ თავდაცვის მინისტრობიდან მოხსნეს, გადაიყვანეს ეკონომიკის მინისტრად, რაღაცნაირად ამან დატოვა წყენა, მერე იქიდანაც წავიდა და დაუპირისპირდა იმას სააკაშვილს, ხელისუფლებას. იყო ერთ-ერთი ესეთი აქტიური ოპოზიციონერი, რომელიც თავისი განცხადებებით და რაღაც ინფორმატიულობით, არ ვიცი, მე თქვა რომ რაღაცეები მოვიგონე თუ რაღაც არასწორები ვთქვი, მაგრამ სულ ყვებავდა ამ იმას, საპროტესტო მუხტს. ანუ ტიპი იქცა ესეთი ხმალამოღებულ ოპონენტად ხელისუფლების და ეს ის შემთხვევა არ არის. ხო გეუბნები, ეგ კი არა, არ ვიცი, რაღაც დროის მერე რომ გამოიყვანოს ციხიდან და თქვას რომ აი მესამე და სამართალი აი ის პრინციპი რომ ორჯერ თქმა არ ჭირდებაო, ეგ აი რაც უთხრეს ბოლომდე კი არ ჩაჭდა ციხეში, მაგრამ იცი რა არის ზის რო ახლა უყურე ახლა რაღაც ძალიან მაზალოს რაღაცას ვამბობ, მაგრამ ზის კი აი იმაში რო არის, რა ქვია, უდიპლომო სასიძოში მატარებლისში აქედან როა და იქიდან რო ჩამოვა. რა ვიცი, იმ ციხეს კი ამბობენ ორი კარი აქვს, ერთიდან შედიან და მეორედან გამოდიან. ამბობებში ეყოლებაც მაგას ხო აქ მიშველყო კიდე. ახლა იქ თუ მეფესა უჩიჩდა და ყველაფერი ქონდა, ეგეც ხო არ არის სამართალი. ხო არ ვიცი, ისედაც ყველანაირად ჩანს რომ რაღაცნაირად განსაკუთრებული პატიმარი არის, ხო და იქ შეუქმნიან თუ არა განსაკუთრებულ პირობებს, არ ვიცი, მაგრამ მთელი ის არის რომ პოლიტიკური ცხოვრება ეგრე არის, ნიკო, აი გუშინ პრემიერ-მინისტრი იყავი, ხო? გუშინ დღეს რუსთავში გასახლებენ, გასახლებენ. დღეს რუსთავში ხარ? დღეს რუსთავში ხარ, არ უბრალოდ დღეს იქა ხარ მონაკოში ხარ და ხვალ შეიძლება რუსთავში შეგასახლონ, არ ვიცი. შეიძლება ვერას მაგინებლებს გამოიკიდოს სადღაც ქუჩაში. ხო, არ ვიცი. მონაკოზე გადავედით, კი. აი მეორე გადაყავთ ხოლმე. კი, მეორე შტამბეჭდავი ამბავი ეს იყო. ეს როგორ იყო ნიკო, რაღაცნაირად. კანო, შენ არ აკეთებდი სწორად. ეს შენდა იყოს და მეორე ხელი ეს. არა, ეს ხელი არ უნდა ჩამოდო. არა. ხო, რაღაცნაირად მოწიწე ჩამოდო. არა, ესე აქვს, მოწიწებით რაღაცნაირად ისა. რაღაცნაირად მიყვება. ვინც არის ეს? ერთი პერიოდი ვიფიქრე, რომ ის ხო ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ხო არ არის მეთქი, მაგრამ რაღაც ისეთი აქვს, აი თვითონ ამბობენ რომ ეგრე არის ლაბარაკი ვიზე. ირაკლი ზარქუა ქართული ოცნების ესეთი ომახიანი დეპუტატია, ესეთი მხიარული კაცი, ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე და გაუბაზრდა ასეთი რამ, ვინც არიცით რომ რამდენიმე დღის წინ რაღაც page Monaco Car Watch თუ Monaco Daily, რომელიც მონაკოს ზეპურ ცხოვრებას ადევნებს თვალყურს და აღწერს, ქონდა უბრალოდ კადრები, ვიღაც ტიპები მოდიან მაღალ ხვართ გოგონებთან ერთად, ბანოვანებთან ერთად და რაღაც მომენტში ვინ არის აქ? ზარქუა. რომელიც მაშინვე ყველა მაიტაცა, თავიდან მან თქვა რომ რასისურელია მონაკოში, არა ვარო, ეხა მეო. ეხა ვარო საქართველოსშიო. არ ვიცი რა თქოს რომ იმ წუთას მონაკოში იყო, იმიტომ რომ ძველი კადრები. ხო, ჩაცმულობით ემჩნევა. შემდეგ თქვა რომ ეს ხელოვნური ინტელექტი იქნებაო და სხვა ქართული ოცნების წარმომადგენლებმაც, რომლებმაც გულში ზუსტად დანამდვილად იციან რომ ეს არ არის ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ არ არის. თქვენს რომ ეს ხელოვნური ინტელექტი ყოფილა, მე წავიდნენ კმაყოფილი სახით რომ ზარქუას გამო მოუწიათ ტყუილის თქმა და თავის შერწყვენა. რა ვიცი რომ არ არის ხელოვნური, არ ვიცი, სავარაუდოდ არ არის, იმიტომ რომ ხო, იცი რა არის ახლა, რა ვიცი, აბა არა, ხა იქ კიდევ ერთხელ, რამე დანაშაული კი არ ჩანს. ვინმეს დანას კი არ უწყავს. ანუ კაი დგომა არ მოგწონს, არ მოგწონს. არაფერი, გოგონაზე თუ ქალბატონზე, ქალბატონს არ ამბობ ხოლმე უმეტეს. საქალბატონ. ხელ გადახოვული სადღაცა მიდის, ანუ რა ვიცი, ყველას გადაგვიხვევა ვიღაცაზე ხელი და წავსულვართ. არ არის არც დანაშაული, არც არაფერი, უბრალოდ კონტექსტია რომ მონაკოში გარშემო რაც ლამბორგინები და რაღაცეები დგას და ესეც აშკარად რაღაც
ხო, არა, უცი რა არის თუ ეს არ არის. არა, კარგ საზოგადოებაშია, მდიდრული ადგილია რა. მდიდრული ადგილია, რადგანაც დეპუტატი არის ხალხის არჩეული, ну აღმასრულებელი ხელისუფლებაში რო იყოს, მაინც ექნებოდა ეს ანგარიშგების პასუხისგებლობა, მაგრამ ახლა სახალხო ის არის, დეპუტატი არის და რაღაც ის არის, ხო? არ იქნება უინტერესო რომ რა დაუჯდა, როგორი ცხოვრა, სად იყო, ვის ხარჯზე იყო, თავის ხარჯით იყო, თუ აისახა დეკლარაცია. მაგაც არ არის პრობლემა, უბრალოდ იყო რა შეხედავ და რაღაცა ის. კი. ძალიან მაყოფილი ჩანდა იქა და თან მანდის არის რომ ხალხის აზრს ხო ესეთი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ რას ფიქრობთ და რა შემოწმოთ, ცოტა ხნის სხვა რაღაცაზე გადავართვებით, მაგრამ მოსაზრებები წავიკითხე იქ რომ რამდენად მოეწონებოდა ამის დანახვა თავარ ადამიანს ზარქუასთვის. ბატონ ბიძინა? ხო, მაგაზე გამახსენდა, როგორც ამბობენ არ ვიცი, ჩემს არ თქოს მიყვარს არ. მაგაზე გამახსენდა ცნობილი პოლიტიკური ანეკდოტი საბჭოთა პერიოდის ბერია შედის და სტალინის მოახსენებს, რომ ახალგაზრდა გენერალი შაპოშნიკოვი მაგარ მახსოვს რომელი, ეუბნება რომ ვიღაც მსახიობთან დადის. შეხედა სტალინმა მეორე დღეს რომ გენერალი შაპოშნიკოვი ვიღაც პოლკოვნიკის ცოლთან შოვრიმური მე შედის რომ აი ოპერის მომღერალთან და ბოლოს ეტყვის რომ რა გავაკეთოთ ეს ლავრენტი პავლოვიჩი ეტყვის და რუსულად არის ის კარგად ეხმიანება что будем делать завидовать будем შეფშურდეს უნდა ხო ბევრი ესე აღიქვავდა ახლა ამ ზარქუას იმას იქ მონაკოში ბანოვანთან რაღაცა დიდი ტრაგედია არ აღიქვავდა იქ სადღაც ხიზილალას შეჭამდნენ რაღაცა ის იქნებოდა მოკლედ კარგად იგულავებდნენ ოღონდ არ მინდა ხა რაღაც ელიტურად რაღაცა გამოვიდეს მაგრამ გოიმური ის არის ვითარება არის რაღაცნაირი ანუ შეიძლება რომ ჩათვალოს რომ შურს და იმით. ხო. და კიდე რა ის გამიჩნდა. აი გახსოვს რა ამბავი ატეხეს იმ ქართული ოცნების უმრავლესობის წარმომადგენლებმა, როდესაც სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ რო თქვა რომ აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ცალფეხზე უნდა დავდგეთ იმისთვის რომ ევროკავშირს დაუახლოვდეთ და ევროკავშირში შევიდეთ და რო ატეხა ქართულმა ოცნებამ რომ ცალფეხზე და ესა. ახლა გიორგი ბურჯანაძესაც მინდა მიმართო და შენც მინდა კითხო ნიკო ახლა. წარმოიდგინე ახლა ზარქუა ესე მიყვება და თან ცალფეხით ახლა. არ გამოვიდოდა ეგ საქმე არანაირად ხო? აი ასკინ კილათი. არანაირად ხო და ცოტა ესეთი წინ გაიხედეს რა იყო ნიკოშის ლუდი ხوار მოგართვათ? არა მე გეტყვი რა იყო აი მან კიდე რა არის ყველაფრის თავარი საფანელი თუ რა ვიცი რაც ქვია რომ ტრადიციებზე და ღირებულებებზე და რაღაცებზე რო არის ხოლმე ლაპარაკი ოჯახურზე და იმაზე აღარ არის ლაპარაკი მაგრამ არის აშკარად ორი წესი არის რომ ერთი თქვენ უნდა შუშის მბერავება თუ ბოთლის მბერავება იყოს მე რა რომ დიპლომი გაქვს სკიაურსკის ფრაზა არის რომ ხალხს მუშაობა არ უნდა სამუშაო ადგილზე მეტი რა არის მაგრამ უმაღლესი განათლება მიიღეს და ბოთლების გაბერვა არ ეკადრება თუ რაღაცა ანუ თქვენთვის არის ერთი წესრიგი ჩვენ ვინც ვართ ხელისუფლებასთან დაახლოებული თავზე გადავიჭვამთ მონაკოშიც წავალთ კონოს ტბაზეც წავალთ ბავშვებს გავუშვებთ უცხოეთში სასწავლებლად შენ შვილები ვერ წავენ უცხოეთში სასწავლებლად კი არა მაინც საქართველოში ვერ ისწავლიან იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რომ ყველას უმაღლესი კონდეს დამთავრებული ეს ყველაფერი რაც მოთქვა აქედან ნახევარი ციტატები არის ანუ ჩემი მოგონილი არ არის ჩვენთვის არის წესები როცა ჩვენ გვაქვს ფული ჩვენ დავდივართ თუ რაღაცა პეხი არ წაგვიცდა და ავარია არ მოგვივიდა ასევე ციტატა არის მათი მიმიდან კარგად ვიქნებით შევირგებთ ამ ყველაფერს პარლამენტარი ვინც იქნება ათობით ადამიანს მამა აჩუქებს $1 მილიონ იმიტომ რომ ეგრე არის საჭირო რომ ჩაიწეროს დეკლარაციაში თქვენ დაეტიეთ აქ რა არ გჭირდება თქვენ ეს ევროპებში სიარული და რაღაცები აქაც კარგად იქნებით იმიტომ რომ უამრავი ადგილი არის სერვის ინდუსტრიაში რა სერვის ინდუსტრია რა უბედურებაა მაგრამ მომსახურების სერვის ინდუსტრიაში იქ გჭირდება რომ რაღაცა მიიტანო ამანათი ერთი ადგილიდან მეორეში ჩვენი შვილები კაი სკოლებს დაამთავრებენ, კარგ უნივერსიტეტებს დაამთავრებენ, თქვენ დარჩებით აქ და მოგვიმსახურებით. ამასობაში ზარქუა რომელიც ერიდ მამული სარწმუნოება დარბის იმ ფოტოზე ხარ უცი და შეიძლება არაფერი საერთოდ არ გაიარა დალია კაცმა და მეგობრს ხელი გადახვია რა მოხდა მერე, მაგრამ რეალურად ხო ზარქუაზე არ არის და რა მოხდა მონაკოში, არამედ პონტზე.
კი. ხო, იმის გამო რომ ახლა ჩვენ ღარიბაშვილზე ვილაპარაკეთ და რაღაცნაირი ტიპის ურთიერთობა არის ჩამოყალიბებული ხელისუფლებაში, ხო, აი რო გამოგიჭერენ ერთხელ ორჯერ საერთო საქმეს აზიანებ და მე ვფიქრობ ის მანამდე იქ დუბაიში იყო, ხო? ხო, ეს შარში რო გაეხვა იქ. და ახლა კიდე აქ ეს მონაკოში, ხო? რა ვიცი, იქნებ შეიძლება მართლა არ მოეწონოს იმ კაცს. ხო, რაც ხმები და გადმოცემით გაგვიგია ბიზნესის შესახებ. ასკეტური სადმე ცხოვრებით ჩემს მეზობლად არ შეასახლონ. ასკეტური ცხოვრებით მცხოვრები ადამიანია, რომელსაც არ უყვარს მსგავსი ტიპის გამოხდომები. კიდევ ერთხელ, რაც გაზეთში წამიკითხავს იმას ვიმეორებ. კი თვითონ არ ვიცი. კი ბატონო, ხო. კიდე კომენტარებზე გადავიდე და კიდე გვექნება არის რაღაცეები. არის რატო არ არის რა? გვაქვს კომენტარები სწორი. ხო, ჯერ ის თქვათ რომ ნიკო რაღაც ესე იგი ნორმალურად სტატისტიკით ესე იგი წელში გავიმართეთ, ისეთი ის არის 13000-მდე არის. ხო, აი არა. კაი, ჩამოვყვები მარიამ ბალალაშვილმა საჯაროდ ხელის თხოვნა და ბავშვის ქესის გაგების აღნიშვნა არც მე არ მესმისო. კი ბატონო. წინაზე იყო ნახსენები რომ ეს არის ინდიკო ფენიქსმა საწოლ ფონდის ხუმრობა მოგეწონა საწოლ ფონდი მაგარი სიტყვა იყო. ხო, საწოლ ფონდის ისა ნოუ-ჰაუ ვინც შემოიღო და ეს ვინც დაამკვიდრა ეს ეგეც გამოეხმაურა ღარიბაშვილის ამ იმას პატიმრობას, უცნაურ პატიმრობას და იმიტომ არიან ესეთი ამ ქართული ოცნების ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები კარგი ტიპები რომ რაღაცნაირად ისა აქვთ აი ზღვარგადასული გახსნილობა აქვს რომ პირდაპირ სწორად მოიქცა ბატონი ბიძინაო ეს ან პროკურატურა ან პროკურორი ან რაღაც ანტიკორუფცია ხო ესეც პირველ ბარი პირდაპირ თქვას მართალი თქვა და ხო ეგ არის პერნატალია გვეუბნება არა რა გადასხმები არასწორ სამედიცინო რჩევებს თქვენ მაინც ნუ გასცემთ რა გადასხმები თქვენ არაფერი უბრალოდ ხო გრიპი არის ის არის რაღაც პიკი არის როგორ ჩანს და დასუსტებული ადამიანისთვის შეიძლება რაღაც რინგერი და ეს თქვი მაგრამ არსად არ არის და აბა რას თვითონ რითი შეიძლება ისედაც ამ სისტემას მე ხო ვერ დავაყენებ სიტყვაზე ალბათ ბოლოს მაინც რაღაც სამედიცინო პერსონალთან მოგვიწევდა კონტაქტში შესვლა მაგრამ არსად არ არის არც ერთ აფთიაქში არ არის ხო ქსელური აფთიაქები არ არის და რატო გაქრა რაღაცნაირად ხო კავშირშია ალბათ yes კონსტანტინე კობერიძემ იღაღადა ნიკო ფრიჩ ანუ რომ მართალი ხარ პოლიტიკურ დისკურსზე რასაც ამბობ დღევანდელობა ზედმეტად კომპლექსურია იმისთვის რომ მარტივ მარჯვენა მარცხენა რომელიმე კონკრეტულ იდეოლოგიაში ჩაჯდეს და ნერვები მეშლება მარტო ეგრე რომ ხდება ხოლმე რომ სხვათა შორის ერთი ჭკვიანი კაცის ის პროფესორი არის ვენეციის უნივერსიტეტის იმის რომ თლიანად ეს დისკურსი მაინც ისედაც მე მგონი ცოტა მარცხნივ ინაცვლებს ხო და რაღაცნაირად ეს პროგრესთან ერთად რაღაც იდეები ფონი იცვლება რა ფონი უმჯობესდება სიტყვაზე და არ არის კიდე ეს რაღაცა ესეთი რადიკალური მარცხნივ მარჯვნივ რაღაც ეს გადახრები და გაკაჩვები ხო აი ადრე რაც სიტყვაზე ხო ის იყო მხოლოდ მემარცხენეების იყო რაღაცნაირად მემარჯვენეებიც იზიარებენ უკვე ხო ან რადიკალურ მემარცხენეებს კიდე უფრო ისა აქვთ მაგრამ რაღაცაზე უკვე შეთანხმდნენ დროსაც მოაქვს ხო რაღაც დაახლოებები და ხო ნუ აი თან მარტო მაგაზე აღარ არის გადაკვეთები პრობლემა ის არის რომ ხეს ჩემთვის რაღაცებზე ვფიქრობდი რომ მარცხენა და მარჯვენა არის ძალიან რთული გასაგები ყველასთვის ანუ თითქოს ერთი მხრივ მარტივი რაღაცაა მაგრამ როცა ვიღაცაზე ამბობ რომ მემარცხენე ან მემარჯვენეა რას გულისხმობ გააჩნია საერთოდ რაზეა ლაპარაკი იმიტომ რომ ერთი ახლა ესეთი ტრადიციული გაგებით არის ეკონომიკურად მემარცხენე არის ვინც მომხრე არის რომ მეტი იყოს სახელმწიფო კონტროლი მემარჯვენეები როგორც წესი უფრო ბაზრის კონტროლისკენ არიან თუმცა ეს სპექტრი არის ანუ ეს ბინარული არ არის ეს არის როგორც წესი თუ ძალიან კომუნისტი ხარ შეიძლება უნდა ამოდე რომ კერძო საკუთრება არ უნდა არსებობდეს თუ ძალიან ლიბერტარიანი ვთქვათ რომ ამბობ რომ საერთოდ მარტო კერძო საკუთრება უნდა იყოს უმეტესობა სადღაც შუაში ვართ რაღაცა ეგეთ ამბავში მაგრამ ერთხელ მემარჯვენე მარტო მაგას არ ნიშნავს არის ხოლმე ვთქვათ იმიგრანტებთან დამოკიდებულება როგორც წესი მემარცხენეები უფრო მიმღებლები არიან რომ მემარჯვენეები უფრო კონსერვატიულად რო არ გვინდა ვიქოთ როგორ ვართ გენდერული თემა კიდე ცალკე ამბავია და თანამედროვე სამყაროში არის ამის რაღაცნაირი ნაზავი ესეთი რომ როგორც გამიგია ხა ექსპერტი არა ვარ მაგრამ მგონია რომ სწორს ვამბობ ვთქვათ ფრანგი ულტრამემარჯვენეები ვინც არიან ლეპენის ხალხი და ეგენი
ეკონომიკურად ძალიან ხშირად მემარცხენეებთან ახლოს არიან იდეებში, მაგალითად პროტექციონისტული პოლიტიკა უნდათ, სხვა იმის გამო რა, ანუ თქვა მემარცხენე როცა ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, იმიტომ რომ ეგრე უკეთესად დაალაგდება, მემარჯვენე ამბობს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, რომ ჩვენი ეროვნული გლეხი დავიცვათ, რომ იმ სხვა გლეხმა არ მოვიდეს და არ გა. შედეგი ერთი და იგივეა. მე მქონია ჩემი გამოცდილება საკუთრების უფლებები კი არა და საავტორო უფლებებზე როცა იყო ხოლმე ლაპარაკი, ერთხელ ვიყავი რაც გირშთან დაახლოებული ორგანიზაცია და იქ იყო ლაპარაკი რა კომუნისტებს რომ უნდათ რომ უფლებები ძალიან მემარცხენეების და ძალიან მემარჯვენეებიც მაგ ამბავში ლიბერტარიანელებიც საავტორო უფლებებს ერჩიან სხვა მიზეზებით. მაგრამ თქვა ბევრი საერთო შეიძლება გქონდეთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, სადაც მემარცხენეები და თქვა ლიბერტარიანელი მემარჯვენეები შეიძლება ერთ აზრზე იყვნენ 95% და დანარჩენი 5% განაცხადებდეს. მოკლედ არ არის ესე ადვილი რომ ეს მარცხენა არის და ეს მარჯვენა არის. რაღაც მხრივ ყველას გვაქვს უფრო მემარცხენე პოზიციები და უფრო მემარჯვენეები და ზოგ შემთხვევაში თქვათ აი ჩემზე ვფიქრობდი წინაზე ვიყოლაპარაკე რომ რომელი ვარ რაღაცეებში ალბათ აი გენდერული პოლიტიკა რაღაცა უფრო მარცხნივ ვარ თქვათ ენის საკითხებში და კულტურული ძეგლების დაცვაში ალბათ ულტრაკონსერვატორი მქვია იმიტომ რომ უფრო მესმის რომ ისე ვარ რომ ცვლილება მანდ არ მინდა და როგორც არის ისე იყოს თუმცა მეორე მხრივ ბევრი მემარცხენეც ულტრაკონსერვატორია ბუნების შენარჩუნების და ტყეშეუნახე შვილებს ამბავში. იმის თქმა მინდა რომ ეგრე არ არის რომ მემარცხენეები არსებობენ მემარჯვენეები და მორჩა. იგივე პალესტინის საკითხი როცა იყო ლაპარაკი მაინდა-მაინც მარჯვენა მარცხენასთან ასოცირდება როცა თავისი არსით საერთოდ არ არის კონფლიქტი მაგაზე ხო ანუ სხვა რამე არის. ან შეიძლება იყოს გაგება სამყაროსი როგორც აი თქვა რატო არის მემარცხენეებს როგორც იმპერიალისტი კოლონიალისტები რომლებიც სხვებს იპყრობენ მაგრამ ну არის რაღაცები რასაც მარქსი წერდა და იმის მერე ძალიან ბევრი ხანი გავიდა და სხვა რეალობაა და შეიძლება იქიდანაც ნაწილი იყოს მართალი და სხვა რაღაცაც ხდებოდა. ხო, მოკლედ ეს მარტივად აღსაწერი არ არის და მოსახელთებელი. ასევე არ ყოფილა მიზოფინია. ხო, მიზოფონია არისო. ნინო სააკაძე მითხრა უფრო, მაგრამ მეც ფინიას დაუძახებ უფრო თერაპიულად შეხეს. ეგ არის ჭამის სხვისი პირის კლაპონი რო არ შეგიძლია. გურამ კომ ვერ ვიტან კრიტიკულ კომენტარებს ზოგადად, მაგრამ რატომღაც გონია ზედმეტად პოლიტკორექტულები გახდითო, ადრე ასეთ თემაზე მადუროს მიმებს მაინც განიხილავდით და გაერთობოდითო. და მეორე კიდე იყო მსგავსი კომენტარი, რომელსაც ახლა გავაერთიანებ. ეგეც ჩემ წინააღმდეგ იყო. ნატუშა წერდა რომ მართლაც ეხავს სამის მოსმინდა რომ ამერიკას ვერ გავაკრიტიკებთო, სულ არ გახსენებინეთ ვენესუელას სიტყვის თავისუფლების ილუზია მაინც დაგრჩებოდა, მგონია რომ ეგ ორივე იყო მაგაზე და მაგას მოდი მე უპასუხებ რომ ჩემი ნათქვამი იყო. მე თვითონ ანუ აღარა ვარ რადიო თავისუფლების თანამშრომელი, ამერიკისგან ფულს არ ვიღებ. მიუხედავად ამისა, ახლა ზურგინმე რო არ მოვატყუო და რაღაცა გულით ვრჩები რადიო თავისუფლების წარმომადგენლად, ანუ კი ხელფასი არ მაქვს, მაგრამ ხშირად რომ ამოხმო ჩვენს ვწდება დიდი ხანია აქ ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახე ახლა შესაქმე. ვენესუელას ამბავს რო იწყებ, ანუ სხვას კიდე ერთ ეწერა და იმაზე ლამაზად გამოდიოდა პასუხი რომ თუ ამერიკას აშინელებას რო იზამთ არ იტყვით რა აზრი აქვს აგრეო. მე პირადად თუ ჩემი აზრზე არის ლაპარაკი, არ მგონია რომ მაინც აშინელება აქვს ვენესუელაში და არ მგონია რომ ან ვენესუელისთვის იყო ცუდი, ან რაღაცისთვის და ეს მადურო არ მაჩვენება კარკაცად და რა ვიცი, სადაც უნდა იქ გაიტაცო. ეხლა ნახე, ამას რო ამბობ, გამოდის რომ აჰა, ამერიკის დაფინანსებული რადიოს იმაში რაღაცას იმას ამბობ, არ მაგიტო არ ამბობ, მართლა არ მგონია რომ განსაკუთრებულად ცუდი მოხდა ისი. მაგრამ მე შეიძლება ვიღაცა მითხრას რომ საერთაშორისო წესრიგი მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, ანუ ქვეყნის სუვერენიტეტს, ან იმას რომ ვენესუელაში რეჟიმი არ შეცვლილა და ის კაი მადურო წაიღეს, მაგრამ იქ ვიღაც სხვა არის, ოკეი, მაგას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე გამოდის რომ მაგდენი არ ვიცი, ანუ არა ვარ მაგის სპეციალისტი და მირჩევნია რომ ვახსენო რომ ვიცით რომ ვენესუელა ხდება და მირჩევნია რომ არ ვილაპარაკო მაგაზე, იმიტომ რომ რაც მოყვარულის დონეზე გარედან თან ახლა ირანზეც ვილაპარაკე, ირანზე გული შემტკივა ძალიან. როგორც წინასწარ ვთქვი, ვენესუელაზე ნაკლებად შემტკივა გული, იმიტომ რომ ვენესუელა ჩემი აგერ ისტორიულად გვერდზე მყოფი ხან მოპაექრე და ხან მეგობარი ქვეყანა არ არის. ვენესუელიდან არავის არ ვიცნობ, ირანელებს ბევრს ვიცნობ. და არ ყოფილვარ, მაგრამ სულ მინდოდა და ჩასვლა და ვინ ჩასულა ამბობდა რომ გადასარევიაო. ანუ ხო გვაქვს უფლება ადამიანს რომ რაღაცაზე უფრო მეტად გული შეგტყიოდეს. ამას წინათ რაღაც ლუცვამდით მეგობრები და ახალ წლებზე საშინელი უბედური ტრაგედია მოხდა შვეიცარიაში. ხანძარი გაჩნდა და რაღაც ადამიანი დაიღუპა, ანუ საშინელება, კოშმარი. მაგრამ ერევანში რომ მსგავსი რაღაცა მოხდარიყო, ორი ღამე არ მეძინებოდა. ხო ხტები, ანუ ისე ვამბობ რა, რომ
აქვს მნიშვნელობა რაღაცა სად მოხდა. ყველაფერი ტრაგედია, ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ეხლა აქ რო ვიყავი და უცხოეთის ახალ ამბებს თარგმნიდი, ბარეური ისეთი ტრაგედია მაქვს ნათარგმნი, რომ არავის არ გაგიგიათ. ნიგერიაში სოფელი ჩახოცეს, ავღანეთში 5000 კაცი რაღაცა იქ დაიღუპა. ის ვინც გარშემო ცხოვრობს, ისინი სხვანაირად გულთან მოაქვს და მოკლედ მაგით ვარი რომ შეიძლება რომ რაღაცაზე მეტი ილაპარაკო, რაღაცაზე ნაკლები და მე მგონი გადასარევად თქვი თუ გადასარევად არა გასაგებად თქვი თუ გადასარევად არ უნდა მეთქო. აპლოდისმენტებს ელოდი. არა, გასაგებად თქვი ზუკასგან. არა, სწორად თქვი ბოდიში. რამაზალავიძე მიკროფონი საწაიღეთ ვაკუთენს ხელში გვეჭირა. ლევან თოშმალიშვილი ერთი თხოვნა მაქვსო ჯიმი შენთან არის ესა იქნებ სპოილერობანი შეწყვიტოთ. ფილმის განხილვა კარგია, ცუდია და ღირს თუ არ ღირს ყურება მაგდონეზე გქონდეთ, გიყურებ და მიწევთ ხოლმე სპოილერებზე ვიდეოს გადახვევთ, ხოდ გაითვალისწინოთ. ბანდობა გავითვალისწინოთ. ანუ შენ შტოთ მივიღოთ. ბეტონო. რაც შეეხება ვაფრთხილებთ ხოლმე წინასწორს. ანუ ხომ არა სალამდე უნდა გადაახვიოს რაღაცათან. არ არის მოსაწონი. არ გვაქვს მაგის გადაცემა თან. ვიღებთ კრიტიკას. ესე იგი თამარჩეულიშვილმა მიზოფონია მეცამაკო მიცავს ახლა, მაგრამ ნიკოს ჭამა საერთოდ არ მაწუხებს. არ ბოდიშინი რომ მე პირიქით ძალიან ჯდება კონტექსტში ჩემი აზრით შეიძლება როგორც ნაგაზი მიკერძოებული ვიყო. ნიკოს პოდკასტი მენატრება და აქ კომენტარების წესით ცოტა ვინაზღაურებო. ის მოკოქე თუ ვერ მოკოქე. ასევე კიდევ ერთი კომენტარი ლაზარე ნიკო YouTube-ის გაკეთებას რო აპირებდი ახალ წლამდე რაშები გავიდა ძველი ახალი წელი ხო არ გადაიფიქრეო. არ გადავიფიქრე, უბრალოდ უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ანუ აქამდე რას ვაკეთებდი რომ პოდკასტისთვის რომ ტექსტს რო გავამზადებდი, მე ცოტა თავს მოვიხოდავდი, შევიდოდი, ჩავწერდი და მე ეგ იყო. ეხლა აღმოჩნდა რომ ამ YouTube-ს რო აკეთებ, ეგ არის მაგისი მეხუთედი, იმიტომ რომ ტექსტი გაკეთებული მაქვს, მოხდილი ვარ, მაგრამ ნუ კი ბევრი ის არ მჭირდება, მაგრამ რაღაცა ჩავწერე კი არ მგონია რომ ტექნიკურად ძალიან დახვეწილი უნდა იყოს და რაღაცა, მაგრამ შევწერე რაღაცა ის უნდა რა იანვრის ბოლომდე. ანუ ჩემ პირობას მაინც დიდი ის არ აქვს, მაგრამ მინდა რომ იქით კვირაში უკვე რაღაცა მალე მე ჩაწერა სადაკეთებს სახლში? სახლში ხო. ანუ სახლში ეგ არ შეიცვლება? მოგწონს გარემო თვითონ? კი, არა, მე მაქვს ჩემი ის არ კომფორტის ზონა, ღამე მინდა რომ ჩავწერო. ხო, მესმის. და ღამე რო გინდა ჩაწერო, განათება გინდა მაინც. ან თავიდან იყო რომ არ მინდა ჯერ მოდი დღეს შუქსა ჩავწერ. დღეს შუქზე მით უმეტეს ტელეფონით როცა წერ და მარტო როცა ხარ არ არის ეგრე ადვილი, იმიტომ რომ შუქი გადადის და მე რო გადადის დიდი ამბავი, ანუ არა მაქვს პრეტენზია რაღაცაზე, მაგრამ ბარემ მინდა რომ კაი გავაკეთო და ეხლა ვეცდები რომ ეგეთი ინგლისური გამოთქმა რომელიც ძალიან მომეწონა რომ სრულყოფილება საკმარისად კარგის მტერი არ უნდა გექცესო. The perfection good enough არ უნდა იმას გიშვებოდესო და დღეს რა დღეა ხუთშაბათი. ანუ წესით შემდეგ შეხვედრამდე რაღაცა უკვე უნდა მეტოს რა. ეს რაღა დარჩა რა. ანუ სულ მაგას ვამბობ, მაგრამ ანუ ვიცი რა ტექსტი გამზადებული მაქვს, ის რაღაცა პონტი ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერ მოვაბი თავი, არა იმიტომ რომ არ ვაკეთებდი. შეგვიძლია მიულოცოთ შენს გულშემატკივრებს ნიკო რაღა დარჩა. ჯერ მივიდეთ და მე მივულოცოთ, იმიტომ რომ არაერთხელ დავპირებიღო რაღაცას ხალხს და მე არ მიქნია, მაგრამ ნუ ამჯერად მგონია რომ ვიზამ. ეგავართ დაამთავრე შენ ლამაზად იცი ხოლმე. ხო, სულ აი ეს იყო მე გადავწყვიტე რომ ესეთი ბალანსი დავა, რომ არც ისა ვქნა მიზო ფინით გატანჯულ ხალხს შევაწუხო და არც ტრადიცია დავარღვე და ბოლოში რა თქვი დაიმშვიდობე ხალხს და ეგ უნდა გადასანსლო? yes ხო, ანუ გემშვიდობ. არა, მე ვიქნებ მეც და მიტო. კიდე აი განეცგენ არ შეშევჭო. ერთი წელი. უბრალოდ სპორტის ამბავში ეს ბევრია. ხო, რა დავემშვიდობო, გემშვიდობებით, მოგწერეთ, დაგვილაიკეთ. რავი, აზრიც გამოთქვით, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, რა ვიცი. ნიკომ შვენიერი აზრი გამოთქვა ამ იმაზე, შიდა პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, ვენესუელაზე. გაფასება კი არ მინდოდა გასაგებ. მოკლედ იაქტიურეთ, მოგწერეთ და აი მე კომენტარებში, რა ვიცი, ეს კარგი ინტერაქცია არის, რაღაცნაირად ყოველდღიურად ვერ გეხმიანებით, მაგრამ აი კვირაში ერთხელ შეჯამების თვალსაზრისით აუცილებლად შემოგეხმიანებით. აბა ნახველი იყო ძალიან.